სამებროსთან მადლობა. სხვათა შორის რამდენიმე კვირის წინ დავსვი შეკითხვა და მე პრინციპში მეც ხარ გავყევი ფიქრით, რომ როგორ გამოვლენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხელმძღვანელები ციხიდან და შემდგომ როგორ გაგრძელდება მათთან მიმართებაში თქო ხელისუფლების დამოკიდებულება. ანუ აქ რაღაცნაირად ესეთი ვერსია მქონდა, რომ ან ისინი იმ ფორმით უნდა გამოვიდნენ, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური ცხოვრება ვერ განაგრძონ, ამის გამომწვევი ფაქტორები შეიძლება ყოფილიყო ბევრი, ან ამ შემთხვევაში უნდა გაჩნდეს მოტივი, რომლის მიხედვითაც ან მათ აღარ ენდომებად გაგრძელება, ასე ვთქვათ, და ნელ-ნელა პასიურობის რეჟიმში და გაქრობის რეჟიმში გადავლენ, ან ამ ყველაფერს თავად ხელისუფლება ბჭყალებში უზრუნველყოფს. ანუ გულისხმობ იმას, რომ ხო, ანუ გულისხმობ იმას, რომ თუ ისინი ბრძოლის უნარიანობით ვერ გამოვიდოდნენ, ეგ ერთი ვერსია იყო ამ თვეების განმავლობაში, მეორე იქნებოდა ამის მიხედვით ის, რომ აი ამ ახალმა, ასე ვთქვათ, საქმის წარმოებამ, ასე დავვთქვათ, მათ წინააღმდეგ ეს რისკები ახლა ეს 8 თვე ციხეში წასვლა კიდევ ერთი თემა არის, მაგრამ ეს ბევრად უფრო დიდ ვადებზე არის ლაპარაკი. ეს გულისხმობს იმას, რომ მათ პრაქტიკულად ხელს წაართმევენ ელემენტარულად თავისუფლებას, რომ საერთოდ რაიმე ფუნქცია გააჩნდეთ და თუ ესეც ვერ იმუშავებს, მაშინ უკვე რაღაცნაირად აკრძალვის რეჟიმში გადავიდნენ, მაგრამ პიროვნული ფაქტორი მაინც საინტერესო მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ ერთია თქვა პარტია აკრძალო, მაგრამ ამ ადამიანებს ახლა აქტივიზმის უფლებას ხო ვერავინ წაართმევს ჯერჯერობით, სანამ ყველას არ აკრძალავენ, არა და ამ შემთხვევაში ეს ადამიანები მაინც როგორც ჩანს ხელისუფლებას ურჩევნია იყოს პარალიზებული, იმიტომ რაღაც გარკვეულ კომუნიკაციებში არიან, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანის ასე ვთქვათ პოლიტიკური პერსონალური მხარდაჭერა ქვეყანაში მაღალი მანგონი მაინც და მაინც არ არის. ამის მიუხედავად მათ აქვთ კომუნიკაციები როგორც შიდა სივრცეში, ისე საგარეო სივრცეში და სჭირდება ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები გააქრონ მთელი ამ სივრციდან. ამიტომ როგორც თავად შეკითხვის შინაარსში დასვი აქცენტი ვაჭრობის ნაწილზე, რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ვაჭრობის ნაწილი, რომელშიც ქართული ოცნება მუდმივადაა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე მხარე აქტივიზმის იქით აი ამ ვაჭრობის პროცესში არ მონაწილეობს როგორც წესი და შესაბამისად ხშირ შემთხვევაში თუ მთლიანად არა, ეს ხელისუფლების მოწინააღმდეგე მხარის თვის არასასურველად სრულდება ხოლმე. აი ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში ხელისუფლებისთვის რა არის სასურველის მიღება? ან საერთოდ ეს პროცესი დაიწყო თქვენი აზრით, იმიტომ რომ თავიდანვე განიზრახა დიქტატურის დამყარება ქვეყანაში, თუ ოპოზიციას ჯის იმის გამო, რომ აღიარება ვერ მოიპოვა მათგან, თუ რევოლუციის მცდელობის გამო, ანუ რა ჩანს ხელისუფლების გეგმაში კი არა, უფრო мотиваციაში. თქვენ ახსენეთ ზმნას ჯის, ამ ნაწილზე შევჩერდები, მაგრამ თქვენ თუ დააკვირდებით, ამ დასჯის თუ სასჯელის რეჟიმი ხელისუფლებას არ აქვს მხოლოდ ოპოზიციურ ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. ის ამ რეჟიმით ურთიერთობს ზოგადად მისი შიდა ურთიერთობების ფორმატი ამ კონცეფციას მოიცავს. ის ჯის ეგრეთ წოდებულ თავისიანებს, ჯის მოწინააღმდეგეებს ყველა მიმართულებით, სადაც კი რაიმე არსებობს, რაზედაც ეს დღეები ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკია, იმიტომ რომ დასჯა და შისზე აგებული პრინციპი ესეთი ტოტალიტარული სინდრომია და ამ ყველაფერში მაქსიმალურად მუშაობს. ამიტომ ეს პოლიტიკური პირები, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები არ არის სასჯელის თუ დასჯის ერთადერთი, ასე ვთქვათ, ადრესატი, ან ფოკუსი მათზე არ არის. ისინიც რაღაც პროცესის ნაწილია. ხელისუფლებას სჭირდება რაღაცა გარკვეული სტატუს-კვოს მიღწევა, სჭირდება რაღაცა პრესტიჟის აწევა, რომელსაც ამ ფორმებით ვერ აღწევს, მაგრამ ეს მას სჭირდება გარკვეული პროცესები, რაღაცა შეთანხმებები, მაგრამ აი მე რო ვლაპარაკობდი ხოლმე, რომ იქნება გაჩნდეს რაღაცა ვარაუდი, როგორ შეიძლება ხელისუფლებასთან ან რამდენად შეიძლება გადაკვეთა კომუნიკაციური, ისე რომ მოწინააღმდეგემაც რაღაც გარკვეული სარგებელი ნახოს, ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგეში მე მის პერსონალურ მოწინააღმდეგებს არ გულისხმობ, მათ შორის მთლიანად ხალხიც და სახელმწიფოც და ამ ყველაფერში თავადაც იპოვოს რაღაც სარგებელი მეთქი. და ყველა ამბობს, რომ ქართული ოცნებას პოლიტიკური ვაჭრობის სურვილი არ აქვს, ყველა კი არა ოპოზიციური ნაწილი ამას ამბობს, შესაბამისად ეს არის აბსურდული, იმიტომ რომ ისინი არაფერზე არ წამოვლენ და
აი ამ ნიშნებს თუ შევხედავთ რა რეჟიმში გადადის ქართული ოცნება, ისინი ამ რეჟიმში არიან უბრალოდ ეს არ არის ცივილიზებული ფორმატი შეხვედრის, რაღაცა პროტესტის წარმომადგენლობითი ჯგუფთან მიმართებაში ურთიერთობის და ასე შემდეგ, ძალიან პრიმიტიული და არაცივილიზებული ფორმა არის ეს ყველაფერი, მაგრამ ამ რეჟიმში. ამიტომაც საჭიროა რომ კომუნიკაცია აქვს, ოღონდ ასეთი კომუნიკაცია, ასე პასუხობს, ასე ესაუბრება. მაგრამ აი თქვენი აზრით ცივილიზებული ფორმა არის ხელისუფლების სურვილი, ან იმ მდგომარეობაშია ახლა ქართული ოცნება, რომ ის ითხოვდეს და ესაუბრებოდეს ვინმეს რამე პირობებზე? სურვილი შეიძლება არ იყოს, მაგრამ საჭიროება, ასე დავარქვათ ჩვენ. და თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ კომუნიკაციის ფორმა არის ბევრი რამე. მათ შორის პროტესტი, ეს არის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ფორმა. იმიტომ რომ პროტესტით ჩვენ ვცდილობ გააგებინო ისეთი შეტყობინება მიიტანო ძალაუფლებამდე, რომელსაც სხვა ხერხებით არიღებს. ანუ ყველა ფორმა, რაც კი არსებობს ურთიერთობის ხელისუფლებასთან არა, კომუნიკაციის ფორმა, თქვენ წარმოგიდგენთ, წინასარევოლუციო პერიოდიც კი თავისი არსით ხოლმე ესეც კომუნიკაციის ფორმა არის. ამიტომ დიახ, სწორად ბრძანეთ, რომ კომუნიკაციის პროცესთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება იმას, რამდენად სურს, მას არ სურს, მაგრამ სჭირდება, აბა დავაკვირდეთ, პარლამენტის ამჟამინდელი მოცემულობა ქართულ ოცნებას ასევე არ სჭირდება, არ მოსწონს, არ არის მისთვის სასურველი, როგორც მანდატების რაოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მის ხელშია და ერთპიროვნულად არის მართული, მაგრამ აი ამ ფორმით არ უნდათ. მისი ძალიან ძიმე დაცემა პრესტიჟის, როგორც საგარეო ველზე, ისე შიდა ველზე, მისთვის სასურველი ბუნებრივია არ არის. ამიტომ მას სჭირდება ამ თემების გადაწყვეტაც მათ შორის. მას არ სჭირდება აი ასეთი მუდმივი წინააღმდეგობა, ეს მის ინტერესში ბუნებრივია არ შედის, მაგრამ სჭირდება რაღაცა რის გამოც ვთქვათ ადამიანები მისი მოწინააღმდეგე მხარე შეიძლება შეთანხმდეს. ამიტომ საჭიროება ქართულ ოცნებას ძალიან ბევრი აქვს. არ მოსწონს ამჟამინდელი მოცემულობა არც ერთი ფლანგით გარდა იმისა, რომ ქართულ ოცნებას აქვს ძალაუფლება ფაქტობრივი და ის ამ პროცესს წარმართავს, სხვა დანარჩენი აბსოლუტურად არ არის მის ინტერესში. ამიტომაც ოღონდ რა შეიძლება გამოადგოს ინტერესები ხომ არ იცვლება დრო და დრო, იმიტომ რომ თუ მაგალითად არ მოსწონს ამჟამინდელი საპარლამენტო ასე ვთქვათ მდგომარეობა რაც აქვს, მას ასევე შეეძლო თავიდანვე მაგალითად ოპოზიციისთვის ყველა გზა არ მოეჭრა. შეიძლება ოპოზიციამ თავად მოიჭრა ყველა გზა პარლამენტში შესასვლელად, მაგრამ ასევე დაეთანხმა ქართული ოცნება, სულ სხვაგვარად მოიქცა განსხვავებით იმ ქცევისა, რაც 2020-ში იყო. ანუ ვინც უარი თქვა ათქმევინა კიდეც და დაუკმაყოფილა მათ ეს განაცხადები. იცი რა შეასაქმე რუსუდან ასე რომ იყოს ახლა აი ეს ტექსტი და ვერსია რაც თავად ბრძანე არის ინტელექტის მქონე ამ შემთხვევაში ადამიანის, სხვა შემთხვევაში ჯგუფის, ასე ვთქვათ, რაღაცა კოლექტიური გამოხატვის ფორმა, რომელიც აგებულია რაღაცა შეგნებაზე, რაღაცა გონიურ და რაციონალურ მოწადინებაზე და ამ ყველაფერთან ჩვენ ხო საქმე არ გვაქვს ამ ქვეყანაში პრინციპში თითქმის არც ერთი მიმართულებით. აქ არის ლაპარაკი იმაზე, იძულების ფაქტორი, ვის უბიძგებს ხოლმე ზოგჯერ უგუნურობისკენ, ან იძულების ფაქტორი, ვის უბიძგებს ხოლმე ზოგჯერ იძულებითი გონიერებისკენ. ამიტომ მე ამ კუთხით აღნიშნავდი, თორემ ხელისუფლება, რომელსაც ელემენტარული შეგნება გააჩნია, ის არიწყებს პრიმიტიული ფორმით ურთიერთობას წინააღმდეგობასთან, როგორიც არის აგენტებო, დამყიდველებო, უსამშობლოებო, რაღაცა ომის სურველებო და მექტამეებო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. პირიქითაც იგივეს ვიტყვი, რომ ეს პრიმიტიული ფორმა ხელისუფლების პოლიტიკური კომუნიკაციის, როგორც გულისხმობს რაღაცა მსგავსი ტიპის აქეთა მხრიდანაც იარლიხებს, ბუნებრივია, ეს არ არის რაღაცა შეგნებაზე, რაციონალობაზე და გონიერებაზე დაფუძნებული ურთიერთობა, მაგრამ ჩვენთან რადგანაც ჩვენს პოლიტიკურ წარმომადგენლებს ხელისუფლებაშიც და ხშირ შემთხვევაში მის მოწინააღმდეგეებშიც არ გააჩნიათ არც სათანადო ინტელექტი, არც სათანადო სახელმწიფოებრიობა და არც სათანადო პოლიტიკური გონიერება, ასეთი შედეგები დგება ხოლმე მხოლოდ რაღაცა იძულების რეჟიმში. როდესაც ხედავენ, რომ იმ მიმართულებებით, რა მიმართულებებითაც თითოეული მათგანი მიდის, საერთო ჯამში თავისივე წინააღმდეგ მიდის. ამ პროცესში დღეს რომ შევხედოთ, კი ერთი შეხედვით თითქოს ქართული ოცნება ამ ეტაპამდე ყველა ველი მოუგო მის მოწინააღმდეგეებს, თითქმის ყველა ბრძოლა მოუგო, მაგრამ
ქართული ოცნებაც ბევრად დაზარალებულია როგორც ხელისუფლება, ის ფაქტობრივად განაგებს, მაგრამ სხვა მხრივ პრაქტიკულად დაზარალებულია. ანუ მან თავისგან კიდევ უფრო უარესი ვარიაცია მიიღო და მაინც ისე ვერ მიყავს ყველაფერი, როგორც მას სურს. და მოწინააღმდეგემაც პრაქტიკულად ძლიერი ზარალი მიიღო, იმიტომ რომ ვერც ერთის მხარისთვის სასურველი შედეგები ვერ დგება. ანუ ტიტანები, ბჭყალები, ჩვენთან ტიტანებს რა ითქვა, მაგრამ აი ტიტანები, როდესაც იბრძვიან, იქიდან ერთ-ერთი უნდა დარჩეს. თუ კი ეს შემთხვევა არ აქვს, მაშინ რაღაცა სხვა ფორმის შედეგზე უნდა იყოს ორიენტირი და ჩვენ არც ერთი მხარე, არც ხელისუფლება, არც მისი მოწინააღმდეგე თავისთვის სასურველ შედეგს ვერ აღწევს. ამიტომაც არის, რომ აი უცნაური მარკეტინგული ბმაც კი გაჩნდა ხელისუფლებასა და მის მოწინააღმდეგეებს შორის, მათ რაღაცა ამ გზით, როგორც ისინი მიდიან, საბოლოო ჯამში საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ მიდის, წინააღმდეგობაც და ხელისუფლებას და ამიტომ უნდა გაჩნდეს რაღაცა ფაქტორი, რომელიც რაღაცა ფორმას მისცემს თითოეულ მათგანს რაღაცა ნომინალურ ბენეფიტებს მაინც იმისათვის, რომ რაღაცა ნორმალური შინაარსი შეიქმნას და გზა არ საითკენაც მიდის მხარეები ხელისუფლებას და მის მოწინააღმდეგეებს ეს არის ფაქტორი რაღაცამდე მივიდნენ. ეს ფაქტორი სად შეიძლება ჩვენ დავინახოთ ან რამ უნდა გააჩინოს ფაქტორში რას გულისხმობთ? ეს საგარეო ფაქტორია რაიმე თუ ქვეყნის შიგნით აი ამ წინააღმდეგობრივ პროცესში რამე ფაქტორი არ ვიცი. კი ბატონო, ქართულ ოცნებას საგარეო ველზე აქვს კატასტროფული მდგომარეობა. მან პრინციპში გააკეთა თითქოს არჩევანი რაღაცა აი ავტორიტარულ ტოტალიტარულ სახელმწიფოებთან, მაგრამ ისინიც იმ კუთხით სულაც არ იმეტებენ ყურადღებასაც კი და ასე ვთქვათ რაღაცა ფინანსურ ამყარებას ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის, როგორც ეს დღეს ხელისუფლება სურს, იმიტომ რომ ტოტალიტარიზმს საკმაოდ ბევრი ფულიც სჭირდება. პრესტიჟის ხარისხი დაკარგული აქვს, პარტნიორები უკვე რომლებიც ხელისუფლებისთვის ყოფილი პარტნიორები გახდნენ, მათთან უმძიმესი მდგომარეობა, ქვეყნის შიგნით მათი აღქმა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ერთადერთი კაპიტალი, რაც ქართულ ოცნებას გააჩნია, ეს არის ხელისუფლების მძიმე ძალაუფლება, რომლის დროსაც ფაქტობრივად განკარგავს ქვეყანაში პროცესს. ანუ ყველა სხვა ფლანგზე დაკარგული აქვს წარმატების რაღაცა მაჩვენებელი, შესაბამისად ეს მისთვის ფაქტორია. მოწინააღმდეგე მხარეს თავისთავად ასევე ერთი შენარჩუნებული ის აქვს, რომ რაღაცა ტიპის მუხტი, წინააღმდეგობა არ იკარგება ადამიანები, მათ შორის ისინი, ვინც შეიძლება აქციაზე არ იმყოფება და არ დადის, არ გულისხმობს ხელისუფლების მიმართ დადებით აზრებს, ისინი წინააღმდეგობას და უკმაყოფილებას გულისხმობს, მაგრამ ერთი ეს არის შენარჩუნებული, ყველა სხვა დანარჩენი ადამიანური ზარალი ეს რაღაცა ბილად რომ ვთქვათ, ანუ ამდენი ადამიანის ძალიან მძიმე ბედი, რომლებიც ციხეში არიან, ქართული ოცნების ძალაუფლების ასეთი გაველურება, ასე ვიტყოდი მე, რომელიც ასევე მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მერე მიმართული ოპოზიციური ველის განადგურება პრაქტიკულად, მარტო სახელები და გვარები შემოშენ და არა ოპოზიცია როგორც ასეთი. აქტივიზმის კრიზისი, რომელიც არის შემოქმედებითი, ურთიერთობრივით, შინაარსობრივით და ასე შემდეგ. ესეც არის ფაქტორი, რომელიც ხელისუფლების მოწინააღმდეგე სივრცისათვის არის მაჩვენებელი, რომ ახლა რაღაცა სხვა მიმართულებით უნდა დაიწყოს ფიქრი, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გადაკვეთა, სხვა შემთხვევაში ეს გზა ორივე მხარისთვის არსაითკენ წავა, თუმცა ძალაუფლების ხარჯზე ხელისუფლება უფრო დიდხანს გაათრევს საკუთარ თავს. კეთილი, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. არჩილ გამზარდია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე მას დავემშვიდობები. დღის ამბები ამით